ჩვენი სტუმარია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე. საღამოშვიდობის ბატონო არჩილ, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. საღამოშვიდობისა, მივესალმები. ევროპარლამენტის რეზოლუციის უნდა დავიწყოთ საუბარი. ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ ვიხილეთ პარლამენტის თავმჯდომარის წერილობითი განცხადება, რომელშიც ჩალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ დროა ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილის მწამებლურ განცხადებებს. რა პასუხის მოლოდინი გაქვთ მმართველ გუნდს ევროკავშირისგან და ზოგადად ევროპარლამენტის რეზოლუციაში მიხეილ სააკაშვილის თემის ისევ მოხვედრა. ასევე კონკრეტული ევროპარლამენტარის მოწოდება ექს-პრეზიდენტის გასათავისუფლებად, როგორ თავსდება ევროკავშირს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობის კონტექსტში. პირველ რიგში საღამოშვიდობისა. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მიუხედავად ისა, რომ ყურადღება რაღაცნაირად გადავიდა ამ სააკაშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერზე, სინამდვილეში ეს იყო ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში უსაფრთხოებაზე და დემოკრატიაზე და რეზოლუცია სწორედ ამას ეძღვნებოდა და ამასთან დაკავშირებით მიიღო ევროპარლამენტმა და ამ ანგარიშში პირდაპირ არის აღნიშნული საქართველოს პროგრესის შესახებ და რომ საქართველოს მიიღო დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის და ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც შეთანხმებულია ორმხრივად ევროკავშირთან. ეს ჩვენო მოქალაქეებმა რომ იცოდნენ რეალურად ეს ანგარიში და რეზოლუცია რას ეძღვნებოდა. ახლა რა მოხდა და რატომ აღმოჩნდა ეს ჩანაწერი? ოკუპაციის მნიშვნელობაზე ამ ჩანაწერში. ახლა სააკაშვილის თემა. დიახ. ტერმინი ოკუპაცია რომ გააჩნდა ამ ჩანაწერში, ესეც არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება და საზოგადოების მხარდაჭერის სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო რომ საერთაშორისო სასამართლოებში მოიგო ისეთი საქმეები და დაამტკიცა თავისი სიმართლე, რომ ეს ჩანაწერი უკვე გაჩნდა საერთაშორისო რეზოლუციებში და მათ შორის ევროკავშირის ამ ანგარიში. ახლა რა მოხდა და საიდან გაჩნდა ეს ჩანაწერი სააკაშვილთან დაკავშირებული. თქვენ იცით და მოქალაქეებს მინდა უბრალოდ აუხსნა. ევროკავშირის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით არის ცალსახად მხარდამჭერი. თქვენ იცით რომ პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ყობახიძე იმყოფებოდა ახლა ბრიუსელში და მან თვითონაც თქვა და ეს მართლაც ასეა რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთი სიტყვაც არ ყოფილა ნახსენები, არათუ რაიმე მოთხოვნა მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ ყოფილა ამ მაღალი დონის შეხვედრებზე ნახსენები. ეს რო ვიცოდეთ უბრალოდ ევროკავშირის დამოკიდებულება სააკაშვილის საკითხთან, იმიტომ რომ ის ხალხი და თანამდებობის პირები, მათ შორის ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები პატივსცემენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და პატივსცემენ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილებასაც. მაგრამ სულ სხვა სიტუაცია არის ევროპარლამენტში, რომ წარმოიდგინოთ თქვენ, როგორც ჩვენი პარლამენტი შედგება სხვადასხვა პარტიებისგან, ისე შედგება ევროკავშირის სხვადასხვა პარტიებისგან, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ძველი ლობისტი, ძველი მეგობარი, მხარდამჭერი და პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფებიც არიან იქ და პარლამენტარებიც არიან, ვინც ირიბათ თუ პირდაპირ ამ 2 წლის განმავლობაში არაერთხელ იქნენ მხილებული თუ გამოაშკარავებული, რომ ირიბ თუ პირდაპირ კავშირზე იყვნენ სააკაშვილის პატრონებთან, ლობისტებთან და სააკაშვილის გარემოცვასთანაც იცით რომ ამერიკის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში პირდაპირ იყო ნათქვამი რომ ევროკავშირის და ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ზუსტად ის კონტრაქტი, რომელიც გამოქვეყნა რაშიც თითქმის მილიონი ქონა გადახდილი სააკაშვილის ოჯახს და გარემოცვას, ზუსტად ის კონტრაქტიც იყო გამიზნული, რომ ის რეზოლუციები, რომელიც ჩვენი საზოგადოების გაუგებარი იყო ამ 2 წლის განმავლობაში და მართლა გაოგნებული ვიყავით, ისეთ ჩანაწერები იყო შეტანილი, ზუსტად ამ ლობისტური კონტრაქტებით ხდებოდა ამ რეზოლუციების ტექსტების დამუშავება თუ იქ რაღაც სიტყვების ჩაწერა. ეხლა გუშინ რა მოხდა? მოხდა შემდეგი, რომ ბოლო მომენტში, როდესაც რეზოლუცია უკვე გადის კენჭისყრაზე და ევროპარლამენტის შიდა რეგულაციებით ან პროტოკოლით შესაძლებელია ბოლო მომენტში ნებისმიერმა ევროპარლამენტარმა დაინიციოს მცირე ცვლილება, გაიტანოს კომიტეტზე და ეს მოხდება უკვე რეზოლუციის ტექსტში. სენსაცია არ იქნება თუ ვიტყვით, რომ იმ ევროპარლამენტარებმა, რომელთაც მხარი დაუჭირეს ამ რეზოლუციას და ვისაც ჩვენ დაუკავშირდით, პრაქტიკულად არც ერთმა არ იცოდა, რომ საბოლოო ვერსიაში აი ასეთი ჩანაწერი იყო შეტანილი. ხვდებით ხომ, რასაც გეუბნებით?
ანუ ბოლო მომენტში ეს ჩანაწერი რაღაცნაირ საერთოდ რომ არ ეხება ევროპის უსაფრთხოებას და დემოკრატიას, საერთოდ რომ არ ეხება ისეთ ანგარიშზე და ისეთ რეზოლუციაში, პრაქტიკულად ბოლო მომენტში გააცურეს ეს ჩანაწერი, ისე რომ წაკითხვა ვერც მოასწრეს ევროპარლამენტარებმა და რასაკვირველია ამ ჩანაწერის გამო სადაც ტერიტორიული მთლიანობა იყო პირველი ნაწილი და მე რატომღაც მიხეილ სააკაშვილზე გადადიოდა სად ტერიტორიული მთლიანობა და სად მიხეილ სააკაშვილი ხო რეალურად მის მოღვაწეობას უკავშირდება კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების დაკარგვა, მოდელირებული ომის ქრონიკა და ასევე ის უმძიმეს შეცდომები და დანაშაულები, რაც მოხდა მისი პრეზიდენტობის დროს. შესაბამისად, ეს იყო, რა თქმა უნდა, ამაში შეფუთული და პირდაპირ ეს ჩანაწერი ბოლო მომენტში ისე შეიტანეს, რომ რაიმე ფორმით ითხოვს ქართული მხარე დაუშვათ აირანე პასუხს არ ხმე დაუკვირდები კითხვის იმ ნაწილს, როცა პარლამენტის თავმჯდომარე კიდევ ერთი ბოდიში კიდევ ერთ გეტყვით. კი ბატონო. კიდევ ერთ გეტყვით, რომც მოესწროთ ევროპარლამენტართა ნაწილს ამის გაცნობა, რა თქმა უნდა, ამ ჩანაწერის გამო, რომელიც თითქოს უწყინარად გამოიყურება ხა იმ გადმოსახედიდან, რა უნდა იყოს ხა თითქოს ამაში უცნაური, რომ მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობრები და ლობისტები ითხოვენ, რომ იქნება ჰუმანიტარულად, ანუ იქნება მოწყალე თვალით გადმოხედოთო ამ თქვენს ყოფილ პრეზიდენტსო და შეიწყალოთო. ანუ მე მინდა რისი თქმა მინდა, რომც მოესწროთ ამის წაკითხვა, აი ამ ჩანაწერის გამო, რა თქმა უნდა, იმ დიდ ანგარიშს და დიდ რეზოლუციას, რომელიც ეძღვნება ევროპის უსაფრთხოებას და საქართველოსაც იქ მხარდამჭერი მთელი აბზაცებია ჩადებული, რა თქმა უნდა, მაგას ევროპარლამენტი არ დაბლოკავდა, ზუსტად ამით არაკეთილსინდისიერად ისარგებლეს ისევ იმ ევროპარლამენტარებმა, რომელიც ესე იგი წაღმას უკუღმა აჩვენებდნენ ჩვენ საზოგადოებას, შავზე ამბობდნენ თეთრიაო და საქართველოზე ამბობდნენ 2 წლის განმავლობაში, თითქოს ჩვენი ქვეყანა ევროპულ ორბიტას დაშორდა და სადღაც სხვა მიმართულებით მიყავდა ხელისუფლებას და დეკემბერში ამ რეზოლუციების და მათი კრიტიკის ფონზე ევროკავშირმა მოგცა კანდიდატის სტატუსი და მეტიც, როდესაც ახლა ბატონი კობახიძე იყო ბრიუსელში, პირდაპირ თქვეს, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა თანამდებობის პირებმა, ისე ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომ საქართველო სწორი გზით მიდის, სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმები, რომელიც ხელისუფლებამ ჩაატარა, იყოს სწორიო. მეტი რა უნდა თვითონ ევროკავშირმა უპასუხა ამ ევროპარლამენტარებს, აი თქვენ გაიხსენეთ. ხო, აი მონდომებული არიან ასეთ ჩანაწერებზე. რამდენჯერ რა შეიძლება ხა ახსნა განმარტებას, არ იფიქროთ, რომ ჩვენ ამას ესე წაუყრუებთ. რა თქმა უნდა, ყველა დელეგაცია და ახლა ჩვენი კოლეგა ქალბატონი მაკაბოჭორიშვილი არის ევროპაში და რა თქმა უნდა ჩვენ თითოეულ ვიზიტზე დამატებით მოხდება ამაზე კომუნიკაცია და დამატებით ჩვენ რა თქმა უნდა არგუმენტებს მოვითხოვთ. რასაკვირველია მოვითხოვთ არგუმენტებს და ჩვენ პოზიციას კიდევ ერთხელ გავაცნობთ, რომ ასეთი ტიპის ჩანაწერის გაკეთება, აი თუ რამე ანტიდასავლური დეზინფორმაცია არსებობს, თუ ვინმე ევროპას დეზინფორმაციით უტევს, ზუსტად ეს ხალხია, რომელსაც არ აინტერესებს ევროპული სამართალი, არ აინტერესებს კანონის უზენაესობა, არ აინტერესებს ქვეყნების სუვერენიტეტი, ისე ამ ტიპის ჩანაწერები შეაქვთ რეზოლუციებში, მათ საერთოდ არ ანაღლებთ, რას იფიქრებს ევროპაზე საზოგადოება. ახლა ჩვენ ვხედავთ ეთერებში და ვუხსნით ჩვენს მოქალაქეებს, რომ ეს ევროკავშირის პოზიცია კი არ არის და რომ ეს რაღაც გააზრებული და ნამსჯელი ჩანაწერი კი არ არის, რომელიღაც სამმა ლობისტმა და ერთმა ამ შემთხვევაში ერთმა ლობისტმა დეპუტატმა ბოლო მომენტში შეიტანა ტექსტში. ხვდებით ხომ? ანუ ჩვენ ევროპის მიმართ განწყობები შეიძლება დააზიანოს საზოგადოებაში? თქვენ არ გახსოვთ ჩვენი საზოგადოების რეაქცია, როდესაც წინა წლებში რეზოლუციები იყო მიღებული და საქართველოს სრულიად საპირისპიროდ იყო წარმოჩენილი. ნებისმიერ მოქალაქეს კითხეთ, ჩვენ სადაც შეხვედრები გქონდა რეგიონებში, ყველგან ხალხი გამოხატავდა ამ უკმაყოფილებას, რომ როგორ ხდება ისე, რომ ევროპარლამენტში რაღაც პოლიტიკური ჯგუფები ან პარტიები ფაქტიურად მთელი ევროპარლამენტის და მთელი ევროკავშირის
დამოკიდებულებას ასე გადაფარავენ ხოლმე, რაც 2-3 უპასუხისმგებლო ჩანაწერით თუ ინიცირებული რეზოლუციით. ისიც გავიხსენოთ, რომ ერთ-ერთი მძიმე რეზოლუცია და არასწორი რეზოლუცია ვიტყოდი, სარიელ დარბაზში იყო პრაქტიკულად მიღებული ევროპარლამენტის, როცა დღის ბოლოს ხლომები დამთავრდა, კვორუმის რეგისტრაცია გავლილი იყო, შევიდა ეს ერთი ჯგუფი კოორდინირებული, იქვე გამოიტანეს დღის წესრიგში ისე რომ დეპუტატები საერთო არ ესწრებოდნენ, კადრებით შეგიძლიათ თქვენ აჩვენოთ, დაახლოებით 2 ათეულმა დეპუტატმა მიიღო მაშინ ეს რეზოლუცია ევროპარლამენტის სახელით. ანუ ხალხმა ხო ესე გაიგო საქართველოში, რომ ეს იყო ევროპარლამენტის მიღებული. ისევ ჩვენ ვისხედით მაშინაც ეთერებში და ვუხსნიდით ხალხს, რომ ევროკავშირი არის სამართლიანი, ევროკავშირი აფასებს საქართველოს პროგრესს და არ იფიქროთ, რომ ეს რაღაც ორი პოლიტიკური პარტიის პოზიცია არის მთელი ევროკავშირის პოზიცია და ახლა ხდება იგივე. ამიტომ ამაზე უკვე ბატონ შალვა პაპუაშვილს ვეთანხმებით და მთელი გუნდი მხარს უჭერთ, რომ ამაზე ახლა უკვე საჭიროა კიდევ უფრო მკაფიო და პრინციპული რეაგირება და მათ შორის რა თქმა უნდა ძალიან პოზიტიური და კარგი იქნება თუ ევროკავშირი თავის დამოკიდებულებას ამაზე დააფიქსირებს. ხო, თქვენ გაიხსენეთ რამდენჯერმე პრემიერის ვიზიტი და გახსოვს კარგად ჩვენს მაყურებელსაც, მეც კარგად მახსოვს, როდესაც ბრიუსელიდან დაბრუნებულმა პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ რობერტა მეცოლასთან ისაუბრა ზუსტად ამ თემაზე, გაიხსენა გასულ წლებში მიღებული უსამართლო რეზოლუციები და მიესალმა აი ამ პრაქტიკის შეწყვეტას, მაგრამ როგორც ხედავთ ეს რაღაცა თითქოს ცოტა ხნით მივიწყებული პრაქტიკა ისევ გრძელდება. აი ამ კამპანიის გააქტიურებას მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, როგორც არაერთხელ მოვისმინეთ დღეს შეფასება, რომ ეს არის ლობისტური კამპანიის შედეგი. როგორ ხედავთ თავად ამ კამპანიის და ამ გახშირებული მოწოდებების მოსალოდნელ შედეგს, ბატონო არჩილ? მე პირველ რიგში ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა უთხრა, რომ ძალიან წუხوارთ, რომ კიდევ ახლა, როდესაც მნიშვნელოვანი არჩევნების ვემზადებით, ამდენი საქმეა, არის რეფორმების ახალი პაკეტი ევროკავშირთან, ქვეყანას აქვს ხელშესახები პროგრესი არაერთი მიმართულებით და მათ შორის, რა თქმა უნდა, რჩება მნიშვნელოვანი პრობლემები და ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ელის სახელმწიფოსგან კიდევ ახალ ინიციატივებს პრობლემების გადაჭრას რჩებიან ოჯახები ჯერ კიდევ სიღარიბეში და ისინი ელიან ჩვენ როდის დაუთმობთ მთელ დროს ამ საკითხებზე მუშაობა. ძალიან წუხვა რომ კიდევ ეთერებში გვიწევს მიხეილ სააკაშვილზე საუბარი, მაგრამ ძვირფასო თანამოქალაქეებო, ვინც თქვენ ამ ეთერს უყურებთ, ვინც პარლამენტის ხმებს უყურებთ, მინდა გითხრათ, რომ თუ თქვენი მხარდაჭერა ისევ და თქვენი ძლიერი მხარდაჭერა არ იქნება ამ საპარლამენტო არჩევნებში, მერწმუნეთ, რომ ის ძალები, ვინც სააკაშვილს ლობირებდნენ და მხარს უჭერდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, შემდეგ ვინც ეს კაცი წაიყვანეს, თანამდებობებზე დანიშნეს, მე აქ რაღაც უღირსი ფორმით საქართველოში ტვირთის სახით სამწუხაროდ ესე დამამცირებელი ფორმით შემოიყვანეს და აქ დესტაბილიზაციას გეგმავდნენ. ეს ხალხი არსად არ წასულან. დღეს შეიძლება ნაციონალურ მოძრაობას აქვს ბევრად დაბალი რეიტინგი და მხარდაჭერა, შეიძლება მისმა პატრონებმაც გაიგეს უკვე რომ 9 არჩევნებში წაგების მერე ეს ძალა ვერანაირ მოგებაზე ვერ იფიქრებს და დაიწყეს ახალი ნაციონალური მოძრაობის შექმნა, მაგრამ იცოდეთ რომ ეს მხოლოდ თქვენი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. თუ თქვენი მხარდაჭერა ისევ არ იქნება მშვიდობის მიმართ, უსაფრთხოების მიმართ, ადამიანის უფლებების პატივისცემის მიმართ, ჩვენი ტრადიციების და ჩვენი ეროვნული ღირებულებების პატივისცემის მიმართ, მერწმუნეთ რომ ეს ძალები გააქტიურდებიან და ეს ძალები კიდევ შეეცდებიან თავის სცენარის გამეორებას საქართველოში. ჩვენ მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა სააკაშვილის საკითხის გააქტიურება ემსახურება ერთადერთს, რაც პირდაპირ ეთერში თქვა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა. ის უნდა გათავისუფლდესო, რომ ჩაერთოს წინა რევოლუციურ სამზადისშიო. ამაზე მეტი აღიარება და მეტი პასუხი რა გჭირდებათ. და ამას ამბობენ ყველანი სხვადასხვა ფორმით, შეფარულად თუ პირდაპირ, მაგრამ ამ ადამიანმა დეპუტატმა, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რასაც შიგნით ვჯელოდნენ, პირდაპირ გამოიტანა და თქვა, რომ ეს კაცი უნდა ჩაერთოს წინა რევოლუციურ სამზადისშიო. ნუ ესენი ემზადებიან რევოლუციისთვის, არჩევნების მეორე დღისთვის, რაც ერთხელ გააკეთეს ბოიკოტი, თუ გახსოვთ, ამდენი ხანი დაბლოკილი იყო პარლამენტი, 8 თვე არ შედიოდნენ პარლამენტში, ახლაც ემზადებიან არჩევნების მეორე დღისთვის და არა არჩევნებისთვის და არა წინასაარჩევნო კამპანიისთვის. დაუკვირდით, როგორ გააქტიურეს, როგორ სხვადასხვა ჯგუფები ხელმოწერებს აგროვებენ, ხალხს ატყუებენ, აქეთ შეკრიბეს განცხადება გააკეთებინეს თავის უცხოელ მეგობრებს, ყველანაირად ცდილობენ მოამზადონ ხალხის აზრი, რომ ეს ადამიანი არც არ ყოფილა თურმე არაფერში დამნაშავე, არანაირი
პასუხისგებლობა თურმე არ აქვს კანონის წინაშე და ვიღაც 10,000 ლარის ქურდობის გამო და მეზობლის რაღაც მანქანის მოპარვის გამო წლების ხედან ადამიანები იხდიან სასჯელს და ნაკლებ დანაშაულებზე შეიძლება მეტი ხანის მოუწიოს ვიდრე ესენი ითხოვენ სააკაშვილზე და თურმე წამების დაკარგული ადამიანების განაკლიაში ჩაყრილი მოკლული ადამიანების პოლიტპატიმრების მედიის რეიდების და მედიის დაპატიმრების ქონებების ჩამორთმევის და ამ ყველაფრის იმ რეჟიმის დანაშაულების გამო და რაც თავარია, რაც დაუმტკიცდა სააკაშვილს, რაც დაუმტკიცდა ისის ძალიან სამარცხვინო დანაშაულებია, თურმე ამის მილიონების გაფლანგვის და ამ ხელისუფლების უზურპაციის გამო ამ ადამიანს თურმე არანაირი პოლიტიკური პასუხისგებლობა არ ეკისრება, თურმე არანაირი სამართლებრივი პასუხისგებლობა არ ეკისრება იმ საქმეებზე, რისთვისაც არის დაპატიმრებული და რაც სტრასბურგმაც დაადასტურა, სწორად არის და კანონიერად არის. ანუ უნდათ რომ პოლიტიკური პასუხისგებლობას ჩამოხსნან ამ ადამიანს სამართლებრივი ჩამოხსნან და გამოიყვანონ გარეთ ისე რომ თვითონ ეხა მართლა სასტიკ პირობებში ყავდა ჩვენ დატყვევებული და გვეშინოდა მისი რომ არ გამოსულიყო გარეთ არ დავემარცხებინეთ გარეთ არისო წლების განმავლობაში ხო გარეთ იყო ეგრე წასული იყო თანამდებობაზეც იყო დანიშნული თათბირებსაც ატარებდა იქედან დისტანციურადაც მართავდა არაფორმალურად თავის პარტიას ამასაც კანონის დარღვევით ჩვენ არ ჩამოგვიყვანია მიუხედავად რომ ვითხოვდით მის ექსტრადირებას თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და იცოდა როცა აქ ჩამოვიდა რომ წარსდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე მისმა პატრონებმაც ვინც აქ შემოაპარეს იმათაც იცოდნენ რომ წარსდგებოდა მართლმსაჯულების წინაშე შესაბამისად ახლა ჩვენზე ზეწოლა უნდა დასრულდეს იმიტომ რომ ამას არანაირი ეფექტი და შედეგი არ ექნება ბატონო არჩილ მოდით აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ თემაზე რაც საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ ეს არის ევროპარლამენტის ანგარიშის რეზოლუციის ტექსტის შინაარსი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში მხარდაჭერა ტერმინი ოკუპაცია ტერმინი ცხინვალის რეგიონი ჩანაწერში ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია თქვენგან და თქვენი კოლეგებისგან რომ საპარლამენტო ვიზიტების დროს ეს მუდმივად დგება საკითხი შეხვედრებზე მცდელობა რომ ეს ტერმინები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების ოფიციალურ განცხადებებშიც დამკვიდრდეს. აი რა პირობას ქმნის ამისოდ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ბოლო დროს აი ამ ტერმინის დამკვიდრება და რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სამართლებრივად ოკუპირებული ქვეყნისთვის აი ამ ტერმინის დამკვიდრებას? ჯერ ერთი ვიტყვი რომ შეიძლება ყველა სათანადოდ ვერ აფასებს ამის მნიშვნელობას, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს ჩანაწერი და ის სასამართლო საქმეები რაც ჩვენ მოვიგეთ საქართველოს სახელით, სადაც პირველად ითქვა საერთაშორისო სასამართლოს მიერ რომ ოკუპაცია იყო, რომ იყო დევნა ადამიანების, რომ იყო ადამიანის უფლებების დარღვევები, ასევე იქ ლაპარაკი იყო არაპროპორციული სამხედრო ძალის გამოყენებაზე და სხვა დანაშაულებზე. ეს ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა, ჩვენ შევკრიბეთ იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა, მთავრობამ და იმ იურისტებმა, ვის ჩართულები იყვნენ. ყველა უწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, სხვათა შორის რომელმაც ძალიან დიდი სამუშაო გასწია და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყებებმა შეკრიბეს ეს ყველაფერი და ეს შესაძლებელი გახდა რომ ჩვენ ეს საქმე მოგვეგო. თუ გაიხსენებთ, მაშინ ვამბობდით ჩვენ, რომ ეს არის ისტორიული გამარჯვება, იმიტომ რომ დღეიდან ეს სიმართლე, რაც თქვა სასამართლომ, აისახება უკვე პოლიტიკურ ენაშიც, ანუ პოლიტიკური საუბრების ტერმინოლოგია, რეპორტების, რეზოლუციების, ანგარიშების ტერმინოლოგია გახდება ის, რაც თქვა სასამართლომ და მართლაც ასე მოხდა. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილი. ანუ ჩვენ ხო ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება ჩვენ წარმოგვიდგენია საერთაშორისო სამართლის მექანიზმებით, მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო მხარდაჭერით და რაც მთავარია, საქართველოს განვითარებით, იმიტომ რომ დღეს თუ აფხაზეთში ბევრად მეტ ადამიანს უნდა რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ისარგებლოს თვითონაც იმ ყველაფრით, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია, ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკა გქონდა და ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ვაჩვენებდით
ვაშვენებდით, რომ რუსეთი იარაღი ჟღარულის გარდა მათ არაფერს არ სთავაზობს უკვე ათწლეულების განმავლობაში და იქ უფრო მეტი ადამიანი დღეს რა თქმა უნდა კრიტიკულად უყურებს რუსეთთან თანაცხოვრებას. მაგრამ ეს შვიდობის გზით უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლის მექანიზმები და ეს პროცესი არის მაგის ნაწილი. ამაში პირადად ბატონი ირაკლი ყობახიძეს აქვს ძალიან დიდი დამსახურება, ისევე როგორც ჩვენ საგარეო გუნდს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და რაც მთავარია იუსტიციის სამინისტროს და მთავრობას, ვინც ეს საქმეები მოიგო. ამიტომ ვნახეთ აგერ ევრონიუსის ამბავიც რუკაზე იყო შეცდომა, თითქოს პატარა შეცდომა იყო, მაგრამ საქართველოს პატარაა და ჩვენთვის ეს დიდი შეცდომა იყო და კარგია რომ დაუყოვნებლივ გამოასწორეს. აი ასე ნაბიჯ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების პრინციპული დაცვით ჩვენ შევძლებთ რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ უფრო ძლიერი, უფრო ევროპული, უფრო თავისუფალი და რაც მთავარია აღვადგინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ძალიან დიდი მადლობა ქრონიკის კითხავს პირდაპირ ეთერში ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პასუხობდა.